აი ამ კვლევებზე დაყრდნობით, თქვენი კვლევებზე დაყრდნობით, შეიძლება დაისვას ესეთი შეკითხვა, რომ ანუ ქართველები ვართ თუ ებრაელები? ჩვენ რა თქმა უნდა ქართველები ვართ, მაგრამ ძველი წელთაღრიცხვის საუკუნეებში ეს სახელი თვითონ აი ისრაელი, მასზე მეტად ქართული საერთოდ არაფერი არ არის. თვითონ არის ანუ ისრაელის სამეფო და სახელმწიფო, ანუ დღევანდელი საქართველოს გეოგრაფიულ ისტორიულ ჭრილში, ხოლო ის ხალხი, ვიზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, თვითონ არიან ანუ ქართველები. ქართულ ენოვანი არის. იგივე მაგალითად ფუძე ური. ეს იქნება ენგური, ეს იქნება ტეხური, ეს იქნება მაგალითად სიტყვები შინაური, ზეციური, ასე და ასე შემდეგ დასასრული არა აქვს. აი ამ სიტყვებს აბსოლუტურად ქართული ფუძე არის, რომელიც არც ერთი ერის სამოწყალო ენაში ეს ური არსად არ არის. ესე იგი ჩვენ რა გამოდის ისიც რომ ფაქტიურად ჩვენს ისტორიას იწერებოდა ჩვენზე ისტორია, მაგრამ იწერებოდა როგორც აი ამას ვამბობ, მთელი ბიბლია აი ამ ქვეყანაზეა დაწერილი. და უშუალოდ მისი ცენტრი და მისი მწვერვალი იყო თვითონ ქალაქი უფლისციხე, რომელიც ბიბლიური წმინდა წერილის ტექსტებით არის მოხსენიებული როგორც ქალაქი იერუსალიმი.